1890-იანი წლების ბოლოდან და 1900-იანი წლების დასაწყისში ასპარეზზე გამოდიან ახალი ტიპის ქართველი ნაციონალისტები, რომლებიც ილიასაც აკრიტიკებენ, თერგდალეულებსაც აკრიტიკებენ და ისინი ამბობენ, რომ პუბლიცისტური გოდება აღარ არის საკმარისი, კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი. გადაწყვიტეს, რომ დაეარსებინათ პოლიტიკური პარტია. ამ პროცესმა კულმინაციას მიაღწია 1904 წელს, როდესაც ევროპაში, შვეიცარიაში, თავისუფალ გარემოში შედგა პირველი სადამფუძნებლო ყრილობა. კონფერენციაზე მათ წამოაყენეს იდეა სოციალიზმ-ფედერალიზმის. პარტიის ლიდერი არჩილ ჯორჯაძე ამბობდა, რომ უნდა შეიქმნას ერთი დიდი ევროპული კონფედერაცია, რაც გამოიწვევს იმას, რომ პატარა ერებს თავიანთი ეროვნული უფლებების ხონა შეეძლებათ. ჟან მონე და სხვები, რაზეც საუბრობდნენ უკვე 1950-იანი წლებიდან, პრინციპში იგივე იდეები არის. ეს იდეები საქართველოში უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში არსებობდა.